რიგებში მათი თავმჯდომარის მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც იზრდება. ოპოზიციის ნაწილი, რომელთაც ამ მომრჩეველმა დეპუტატის მანდატი ანდო, ისევ ყველაფრით უკმაყოფილოა. ისინი სამუშაო ჯგუფებში ჩართულობაზე უარს ამბობენ და საქართველოს ევროპულ მომავალს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ. ნაწილი რიგ საკითხებზე თანამშრომლობს, თუმცა სხვების მსგავსად ისინიც უკმაყოფილოები არიან. არც მმართველი გუნდი უნდა იყოს ევროპული რეკომენდაციების შესრულების ტემპით ბოლომდე კმაყოფილი, რადგან ევროპული წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობა დეპოლარიზაცია ამ დრომდე გამოწვევად რჩება. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის იდეის ერთგულია, პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ამ შესაძლებლობას ამ დრომდე სკეპტიკურად უყურებს. მეტიც, მმართველი გუნდი ამ idეის საპირისპიროდ მოქმედებაში თავად სალომე ზურაბიშვილს ადანაშაულებს. პარალელურად ომის მეშვიდე თვეს ისევ არ წყდება უკრაინელი მაღალჩინოსნების მოწოდებები თუ რჩევები, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ. იმ პირთა სიაც გამზადებული აქვს, ვისი ხილვაც სანქცირებულთა რიგებში სურთ. მათი ამ კონკრეტული იდეის მთავარი გულშემატკივრები საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და ყოფილი მმართველი გუნდის პოლიტიკური თანამოაზრეები არიან. უკრაინელი მაღალჩინოსნები არ არიან გამონაკლისები, ვისაც ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში კრიტიკოსები ჰყავთ ომში ჩართვის მოწოდებებთან დაკავშირებით. ქართული ოცნებიდან წასული ოთხეული მსგავს რიტორიკაში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას დევს ბრალს. საქართველოს პრემიერმა კი გადაჭრით თქვა, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკისა და პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესში. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე სასაუბროდ აქტუალური შაბათის ახალი სატელევიზიო სეზონის პირველი გადაცემის სტუმარია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ბატონო შალვა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიწმეთ დრო და დღეს ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ ახალ სეზონს და წარმატებულ სეზონს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო შალვა, ფაქტი რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორის მოწოდების მიუხედავად ევროკომისიის აი ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაერთიანება ფაქტი რომ პრაქტიკულად ვერავინ ვერ შეძლო, ხომ? და დღეს ამ დრომდე რჩება ისევ მთავარ გამოწვევად დეპოლარიზაცია. დღეს რა მოცემულობა გვაქვს აი ამ მიმართულებით, რა შეგიძლიათ გითხრათ, გვაქვს თუ არა ხელშესახების შედეგი? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ როდესაც ეს ტერმინი პოლარიზაცია დამკვიდრდა ნელ-ნელა ქართულ ტერმინოლოგიაში, მათ შორის იმით, რომ ამ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ პოლარიზაციაზე არის ხაზი გასმული. ვფიქრობ, ამ თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განსაკუთრებით ამ პროცესში 12 პუნქტის შესრულების, გვქონდა შესაძლებლობა, რომ ყველას დავფიქრებული ყავით, სად არის პრობლემა. და რაც უფრო მეტად უკვირდებით, ხედავთ, მათ შორის იმით, რომ საპარლამენტო 8 საპარლამენტო ჯგუფიდან 5 მუშაობს აქტიურად სამუშაო ჯგუფებში და გამოიკვეთა ის 3, რომელიც აქამდეც იყო, მაგრამ კიდე ერთხელ ეს ასე ნაციონალური მოძრაობა და მისი ორი პარტნიორი ნაწილი ორგანიზაცია თუ პარტია ლელოს და სტრატეგია აღმაშენების გულისხმობ, ეს ტრიადა, რომელიც არის რადიკალური დღის წესრიგით. შესაბამისად, ჩვენ მთავარი გამოწვევა რაც არის არა პოლარიზაცია, ვინაიდან პოლარიზაცია დღევანდელი სამყაროს ერთ-ერთი ნაწილი არის, მით უმეტეს რომ საზოგადოებაში ეს პოლარიზაცია არ არის, უფრო პოლიტიკური ელიტის გამოწვევა. სინამდვილეში პრობლემა არის რადიკალიზაცია, რადიკალური დღის წესრიგი, რომელიც არის სამწუხაროდ პარლამენტშიც რამდენიმე პარტიის მხრიდან და ასევე პარლამენტს მიღმა ზოგიერთი ორგანიზაციის თუ პარტიის მხრიდან. რადიკალური დღის წესრიგი, რაც გულისხმობს განსაკუთრებით ამ პერიოდში ფაქტობრივად ნებისმიერი კონსტრუქციული გარემოს ჩაშლას და პირდაპირ ტორპედირებას ამ კონსტრუქციული გარემოსი და მათ შორის გულისხმობს იმას, რომ არის ჯგუფები, რომლებსაც არ აწყობს, რომ საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს გადაითარგმნება ხელისუფლების წარმატებაში და რა თქმა უნდა მათ თავარ ამოცანად აქვთ ხელისუფლების შევყევა იმისთვის, რომ დაიბნონ. ანუ თქვენ გულისხმობთ ამ სამ ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ჯგუფებად, ვისაც მოიხსენებთ კონკრეტულად ამ პოლიტიკურ პარტიებს და მათ თავისთავად რადიკალურ დღის წესრიგი მათ რაც აქვთ, მათ შორის ნახეთ, რომ რეგიონში დაიწყოს ზუსტად ისევ ეს გაერთიანება არის, ის ერთი და იგივე 3 ასე ვთქვათ პარტია, რომელიც ყოველ ჯერზე აგდებს სხვადასხვა ინიციატივებს. მათ შორის აი ახლახანს, როცა ქონდა ცვლილებებზე, რომელიც შეეხებოდა ომბუდსმენის არჩევის წესს, არ ვიცი რომ პირველ მოსმენით მათ შორის ზოგიერთმა ნაციონალურ მოძრაობიდან ხარი დაუჭერეს და შემდეგ ეთყობა მოხდა რა ვიცი მე გარკვეული კონსულტაცია და მეორე მოსმენაში მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი რაც ითქვა გათვალისწინებული იყო ხარი არ დაუჭერეს. თუმცა მაინც რაღაც ოპტიმიზმის იმედი არის ომბუდსმენთან დაკავშირებით, ვინაიდან უკვე თავმჯდომარის ბრძანებაზე მუშაობის დროს ცალკე
ქონდა ვიცით მათთან კონსულტაცია, ასევე წინა ეს კონსულტაცია მცხაკაციან ჯგუფზე რომელიც შეაფასებს, ქონდა ძალიან კონსტრუქციული გარემო, ყველაფერზე შევთანხმდით ბრძანებასთან დაკავშირებით და დარწმუნებულმა ამ მცხაკაციან ჯგუფზეც ეს დახურულ კარს მიხმა. თუმცა, როდესაც კამერები ირთვება, მაშინ ფაქტია, რომ მათი პოზიციები რადიკალურად იცვლება. ხო, ეს ზოგადად არის სენი ჩვენი პოლიტიკის, მათ შორის მედიისაც ალბათ, რომ ეს ამ კამერებს ყოველ შემთხვევაში რაღაც ისეთი გავლენა აქვს ადამიანებზე, რომ სამწუხაროდ ისაც კამერებს მიღმა ხდება, ხშირად კამერების ჩართვის მომენტიდან იცვლება და აბსოლუტურად სხვანაირ სახეს იღებს რადიკალიზაციის კუთხით. მაგრამ ნახოთ, არის რთული, მაგრამ ჩვენ ხელისუფლება ამ შემთხვევაში და მმართველი ძალის სახელით ვიტყვი, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ 12 პუნქტის შესრულება, რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვერავეწყობით იმაზე, ვინ თანამშრომლობს, ვინ არა. ეს მინდა კი ბატონო ბატონშალო რომ ვკითხოთ, მაინც პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი წილი არის ხელისუფლებაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, ცხადია რომ პასუხისმგებლობა არის ოპოზიციაზეც. რა შეიძლება ამ შემთხვევაში თქვენი მხრიდან, მმართველი გუნდის მხრიდან დამატებით გაკეთდეს, თქვათ, პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ან რა ნაბიჯები შეიძლება სამომავლოდ გადაიდგას? მთავარი რაც არის, ჩვენ ვთავაზობთ კონსტრუქციულ, ანუ მიზანი არის ნათელი და ამ კუთხით რიტორიკის დონეზე ყოველ შემთხვევაში ყველა არის საქართველოს ევროპული მომავლის ასე ვთქვათ მიზნის გარშემო უნდა იყოს წესით გაერთიანებული და ეს მიზანი ყველას აქვს. არის ასე ვთქვათ მაღალი მიზანი. მეორე მხრივ არის ფორმატი, რომელსაც ჩვენ აგვისტოში, ივლისშივე შევთავაზეთ, რაც იყო სამუშაო ჯგუფები, რაც გულისხმობს ყველაზე მეტ ჩართულობის შესაძლებლობას, რაც კი არის და მივიღეთ უარი პირდაპირ, ხო, ყველაფერზე, მათ შორის გვესმის, რომ არის რაიმე საკითხი დამატებით რა დათმობაზე შეიძლება მმართველი გუნდი არა, ან რატო საერთოდ რატო უნდა იდგას ესე საკითხი, რომ იმისთვის რომ მე რომელიღაცა პარტიამ რატო უნდა თქვას, იმისთვის რომ მე ჩავერთო ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში, მე უნდა დამითმო რაღაც. ხედავთ, ხო ეს იყო მცდელობა ბარიერთან დაკავშირებით. ეს მაინტერესებს ამ ტიპის მცდელობებს ან ეს როგორი აგითხათ, ეს უკვე მერკანტილობასაც კი ცდება, უბრალოდ არაპატრიოტულია, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ იმისთვის რომ მე ჩემი წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე, მე მჭირდება რაღაცეები, ასე ვთქვათ, რაც უნდა გამოვივაჭრო ამ ყველაფერში და ეს არის არასერიოზული დამოკიდებულებაც და არაპატრიოტული დამოკიდებულება ჩემი აზრით. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ იყოს ეს კარი ღია, შემოვლენ ამ კარში, რასაც ქვია კონსტიტუციური თანამშრომლობა, ხომ კარგი არ შემოვლენ, ეს კარი მაინც ღია იქნება და ჩვენ ყოველდღე მაინც მოუწოდებთ მას, რომ გახდნენ ნაწილი ამ პროცესის. საბოლოო ჯამში შედეგები, ის 12 პუნქტი ნათელია მეტნაკლებად, საითაც უნდა განვითარდეს ეს ცვლილებები და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ ეს მოხდეს კიდევაც. კი ბატონო, ბატონშალო, პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის საკითხს 9 თვის შემდეგაც კიდევ ერთხელ აქტიურებს, მას დეპოლარიზაციის პროცესში სურს მედიატორის და ასე ვთქვათ ნეიტრალური არბიტრის როლის შეთავსება. ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება ერთნიშნულად გაცხადებული არის მათი პოზიცია და გადის ეროვნული თანხმობა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე. სტრატეგია აღმაშენებელი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხისტი პოზიციით და განცხადებებით გამოირჩევა ინიციატივას ბუტაფორია დაფასებს პოლარიზაციის გახმოვებაში მხოლოდ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ ერთადერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი თუ კი ხელისუფლება გადადგება და ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს გამოსავალს. ლევან იოსელიას რაც შეეხება პარტია მოქალაქეების წევრი ნიჰილისტურად არის საკმაოდ განწყობილი და ის ამბობს, რომ არ სჭირდა ზოგადად პოლიტიკოსების შერიგების. არის გარკვეული შანსი, რომ თქვა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გამოიღოს შედეგი. აი ამ მიმართულებით. ვერ გეტყვით ეს პრეზიდენტის ინიციატივა და ის არის პასუხისმგებელი ამ ინიციატივაზეც და ფორმატზეც. ჩვენ გვახსოვს, რომ მისი განცხადებაც იყო, რომ ის იწყებდა 90-იანი წლებიდან და ამ საკითხებში გარკვევიდან. ჩვენი სკეპტიციზმი ამ კუთხითაც ვთქვით, რომ ანუ არათუ დღევანდელ სიტუაციაში არის ასე თანხმობა შესაძლებელი 90-იან წლებსაც რომ მიუბრუნდეთ იმ დროინდელი აქტორების დღესაც ზოგიერთი აქტიურად არის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და არ მგონია ასე ადვილი იყოს ამ საკითხების გარჩევა, გარკვევა და შეთანხმება თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღება. თუმცა პრეზიდენტის ინიციატივა ჩვენ უთხარით კიდევაც მას, რომ როგორც როცა ეს ინიციატივა იყო წამოყენებული, რომ ჩვენ მსხვერპლ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ. დანარჩენი მის ხელში არის. ვერ გეტყვით, მე თუ მკითხავთ ჩვენ ასე ვთქვათ, არის საკითხები, რომელიც ხელს უშლის ასე ვთქვათ დეპოლარიზაციას, მათ შორის რადიკალური დღის წესრიგის შესრულებას და ჩვენ მე მგონი ხანდახან არის ცდილობა, რომ რაღაც აკადემიური დისკუსიით
ნამდვილ პრობლემებს თვალი არ გაუსწოროთ და გქონდეს მსჯელობა იმაზე თუ რაზე შეიძლება შეთანხმება, რაღაც საკითხები რომელზეც არის თავარი პრობლემა ჩვენ 10 წელია რაც გვიდგავს და მანამდე სხვა 10 წელი იყო რომელიც ამ პრობლემას ამზადებდა რადიკალიზაციის გულისხმობ. არის ის რომ ჩვენ 10 წელია ყავს ოპოზიციაში და ყველაზე ასე ვთქვათ ძლიერი ოპოზიციური პარტია რაც არის, ის უბრალოდ არ აღიარებს რომ არის ოპოზიციაში. აი ეს არის ის მთავარი შეკრული წრე, რომელსაც ვერ არღვევს ეს პარტია, ვერ აღიარებს, რომ არის ოპოზიციაში. 9 არჩევნები იყო, 9 არჩევნები წააგონ და დღემდე მათ რო ვკითხოთ, ისინი არ აღიარებენ ოპოზიციაში. ისინი მენტალურად ფიქრობენ, რომ არიან ხელისუფლებაში, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს და ამიტომ მათი პოზიცია მათ შორის ხელისუფლებასთან საუბრის არის ხელისუფლების პედესტალიდან, ასე ვთქვათ. ისინი ხელისუფლებას ესაუბრებიან, როგორც ასევე ალტერნატიული ხელისუფლება. აქ უბრალოდ შეკრულია წრე, აქ არაფერი არ გამოვა, რა თქმა უნდა, მანამ სადამ ოპოზიცია ეს ნაწილი არ აღიარებს, რომ ისინი არიან ოპოზიციაში და აქედან უფრო ძლიერად შეუძლიათ მათ შორის საკუთარი პოზიციების გაძლიერება, ამასაც სამწუხაროდ ვერ ხვდებიან, რამხელა ძალა არის ოპოზიციაში, მით უმეტეს, ოდესაც მხარდამჭერების დიდი რაოდენობა, რა თქმა უნდა, მათ ყავთ. მაგრამ ამას ვერ აღიარებენ შესაბამისად ლეგიტიმაციას ხელისუფლების, ანუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, როდესაც ეს არის სახეზე და აქ რთული არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად მომგებიანი ამ ტიპის თქვათ მიდგომა თუ პირიქით წამგებიანი არის ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ. ჩვენ ხედავთ, რომ 9 არჩევნების მიყოლებით წააგებს პარტია, მე მგონი აქ ნათელია, რომ მათი ტაქტიკა თუ სტრატეგია თუ მიდგომა არასწორია. ერთადერთი რასაც ისინი აღწერენ საბოლოო ჯამში, აი წეგანაც საუბრობდით ჩართულ და გამორთულ კამერებთან დაკავშირებით. გამორთულ კამერების დროს ძალიან ადეკვატური არიან მათ შორის ზოგიერთი ლიდერი ამ რადიკალური ფრთისა. მაგრამ ჩართულ კამერების დროს იმიტომაც იქცევიან ასე, იმიტომაც ცდილობენ რომ შეაძულონ საკუთარი ხელისუფლება ქართულ ხალხს, რომ იმიტომ რომ ეს არის, რითაც ისინი ყვებავენ თავის ამორჩევლებს, ეს არის ზიზღი ხელისუფლების მიმართ, მუდმივი ეს ძახილი რუსეთი, პუტინი და ასე შემდეგ, ეს არის ზიზღის გაღვივება ხელისუფლების მიმართ და ეს ზიზღი არის, რომლითაც ისინი ცდილობენ რომ ყვებონ ყოველწამიერად საკუთარი ამორჩევლები. ეს არის საბოლოო ჯამში ესეც რა თქმა უნდა გავლენას ახდენს საერთოდ. ამ რადიკალური განწყობების შემცირების მოლოდინი უახლოეს პერიოდში ყოველ შემთხვევაში გაქვთ თუ არ გაქვთ? ჩვენ პრინციპში რასაც ახლა ვხედავთ, სწორედ ეს არის ტენდენცია, რომ ფიქრობ საზოგადოებას უმეტად და მათ შორის ამ შემთხვევაში რადიკალური ფრთის ხარდამჭერებიც უფრო მეტად ხვდებიან, რომ თუ რა, ასე ვთქვათ, ალტერნატიულ რეალობაში ამყოფებდნენ მათი რჩეულები. მათ შორის თუ დავაკვირდებით ხოლმე, ვთქვათ, სხვადასხვა კვლევებს, რომელიც შეეხება მხარდაჭერას ხელისუფლების, ჩვენ ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მხრიდანაც კი არის ამ კურსის მხარდაჭერა, რომელიც აქვს ხელისუფლებას ახლა აღებული, რომ ამ ძალიან საშიშ პერიოდში საქართველოს შეინარჩუნოს მშვიდობა და ყველა რისკი, რაც კი რეალური რისკები არის, მით უმეტეს ახლა საქართველოს აღარ რეალური, არამედ ყოველდღიური რისკი აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებული არის, ეს რისკები შეამციროს. ბატონო შალვა, ინდიის გამოკითხვის შედეგებზე მსურს მოვისმინოთ თქვენი პოზიცია და ვიდრე შეკითხვებზე გადავალთ სავალდებულო ინფორმაცია. ინდიის ცნობით მათი კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UKAID-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებული არის CRRC საქართველოს მიერ ანგარიში 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს და საშუალოდ ცდომილების ზღვარი კვლევაში +-2%-ია. არასახარბიელო აღმოჩნდა ფაქტი არის, ბატონო შალვა, ახალი პოლიტიკური რეიტინგები მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის, მათ შორის აი თებერვლის შემდეგ მაგალითად თებერვალს თუ შევადარებთ, იგივე ქართული ოცნების მაჩვენებელი არის 1%-ით შემცირებული და თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება თქვენს მაჩვენებელს ნაციონალური მოძრაობა. მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ასეთი ფორმულირება იყო შეკითხვით 24%-ით ქართული ოცნება დგას გამოკითხულებთან და 9% ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, თუმცა 51% არც ერთ პარტიას არ ერგო. აი გამოკითხულთა უმრავლესობისთვის არც მმართველი პარტია, არც ოპოზიციური ძალები მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში აი ამ ტიპის ნიჰილისტური განწყობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ ნაწყენი დამოკიდებულება რატომ არის? ხო, მე ძალიან კვლევები ვახსენე, თუმცა ამ კვლევას არ გულისხმობდი, ამ კვლევების მიმართ მე
და მხოლოდ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ როგორც მოქალაქს. რა ტიპის დამოკიდებულება ეს თქვენ პლუს მინუს 2%, ჩვენ გვახსოვს NDI-ის კვლევა 2012 წელს, როდესაც მათ თქვეს, რომ ქართულ ოცნების ოცნებას ხარს უჭერდა 10% და რამდენიმე კვირაში არჩევნები ჩატარდა და 55% აღმოჩნდა ის პლუს მინუს 2%. ასე რომ საერთო ჯამში თუ კი ჩვენ აი ამ კვლევებს NDI-ის კვლევასაც გულისხმობ, მათ შორის დავაკვირდებით მათ შედეგს თუ მიზანს როგორც მოქალაქე ვამბობ, როდესაც ეს კვლევები როცა როგორც მოქალაქე ამას ვიგებდი და დღესაც პოლიტიკიდან. ახლა ხედავთ რომ საერთო ჯამში არც პოლიტიკოსები რაიმენაირად ეყნობიან ამ კვლევებს, მოქალაქეებსაც თავის სკეპტიციზმი აქვს ამ კვლევების მიმართ და საბოლოო ჯამში ერთადერთი რა შედეგიც მოაქვს ამ კვლევების გამოქვეყნებას, ეს არის კვლავ პოლარიზაციის გაღრმავება, რაღაც ასე ვთქვათ ფრუსტრაციის გაღრმავება და დაბნეულობის გამოწვევა მოსახლეობაში. ამიტომ მე პირადად ვერც კი ხვდები რა მიზანი აქვს საერთოდ ამ კვლევებს, რომელიც ანუ არაფერი არ გაჩვენეთ ამ კვლევის შედეგებმა, ეს მნიშვნელოვანი დამოკიდებულება. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს კვლევები ქვეყნდება, ერთადერთი რასაც ეს კვლევა იწვევს, არის პოლარიზაციის გაღრმავება. ამიტომ არ ვიცი, მე მათ ადგილას დავფიქრდებოდი საერთოდ ამ კვლევების ჩატარებას რამდენად აქ როგორც ისინი საკუთარი ინიციატივით ატარებენ ამ კვლევებს და გამომდინარე იქიდან რომ დობა არავის მხრიდან აღარ აქვს ამ კვლევებს და სავალდებულო კომენტარების მიცემა გვიწევს და ერთი დღის ინფორმაცია საერთოდ ჯამში, რომელიც ხედავთ რომ ისევ რადიკალიზაციას აღრმავებს, ისევ პოლარიზაციას აღრმავებს და სხვა არანაირ ვთქვათ გამოყენებითი დანიშნულება შემდეგ ამ კვლევებს არ აქვს. გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რომელიც სამწუხაროდ ამ კონკრეტულ კვლევას აქვს ხოლმე. ანუ ყოველ ჯერზე ცდებოდა ეს კვლევა და რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ საჭირო არის რომ ცოტა თვითკრიტიკულად შეხედონ ამ საკითხს და დაუფიქრდნენ, რამდენად საბოლოო ჯამში თავად ვნებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საპატივცემულო ორგანიზაციის სანდოობას ეს კვლევები, ვინაიდან კიდევ ერთხელ ყოველ ჯერზე ეს კვლევა ცდება და მე მგონი რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს. კარგით, ბატონო შალვა, გიაბორსკის ციტატას წავიკითხავ. კვლევებს ოპოზიციაც ატარებს, რწმუნდებიან, რომ მათ პოლიტიკას პოლიტიკურ ასპარეზზე პერსპექტივა არ აქვს, აქედან გამომდინარე, მათი გზა არის რევოლუცია. პარალელურად ფაქტია, რომ ზურაგ ჯაფარიძეს თუ გავიხსენებთ, მთელი ეს პარლამენტი აგზომათ ბატონო შალვა და ის ეძებს საბოტაჟისთვის მოხალისეებს ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს როგორც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ და ხელშემოდგომასაც აანონსებენ, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც, როგორც თქვენ მოიხსენიებთ მათ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? მოლოდინი რა უნდა იყოს საერთო ჯამში ის რაც 10 წელი ეს სხვა რამე ხوار ხდებოდა. წეგანას თქვი, თავარი პრობლემა რაც აქვს რადიკალურ თავს ოპოზიციის, ეს არის არაღიარება, რომ ხალხი მათ მანდატს არ აძლევს. უბრალოდ მათ არ უნდათ აღიარონ, დაიჯერონ, რომ ხალხი მათ არ ენდობათ. და ეს არის პრობლემა, ეს არის მათი შინაგანი პრობლემაა და ამას თავის თავში უნდა გაუმკლავდნენ და არა ქართულ ოცნებასთან ჭიდილში უნდა გაარკვენ ეს საკითხი. მათ აქვს თავად შიგნით პრობლემა, ამაში უნდა გაეკვნენ. ერთი არის თვითონ ოპოზიცია, ბატონო შალვა, მეორე არის საზოგადოება. იმისთვის რომ რევოლუცია მოხდეს, ამისთვის რიგი საკითხები უნდა იყოს დღის წესრიგში წამოწეული წინა პლანზე და რაც მთავარია უნდა იყოს გარკვეული დუღილის ტემპერატურა საზოგადოებაში. ამას თუ ხედავთ, განწყობებს თუ ხედავთ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, არა და თავად ეს საკითხიც რომ მოდის რომ აბა რევოლუცია ხომ არ მოგვეხდინა, რომ დავფიქრდეთ, ახლა ჩვენი მოქალაქეებიც რომ დავფიქრდეთ, საერთოდ სად იმყოფებიან ეს პოლიტიკოსები, რას ფიქრობენ საკუთარ საზოგადოებაზე, როდესაც მათი დღის წესრიგი არის არა ის რომ რაღაც იდეები განავითარონ, არამედ როგორ მოაწყონ თუ არ მოაწყონ რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. თუმცა უკვე ახლა ღიად საუბრობენ ამაზე თავის აზომით თუ რაც იქნება. საბოლოო ჯამში რისი თქმა მინდა, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ის რომ ქვეყანა წავიდეს წინ და ხედავთ რომ მიუხედავად იმისა, რაც მათ შორის ამ თვეების განმავლობაში იყო მცდელობა რომ შეერყიათ ხელისუფლება სინამდვილეში ამით არ ყევდნენ ქვეყანას, ჩვენ ვნახეთ სულ ახალი ციფრები რაც არის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქვეყანას აქვს დაგეგმილზე მეტი შემოსავალი, ჩვენ აი მომავალ კვირას განვიხილავთ ბიუჯეტს, რომელიც იზრდება, უფრო მეტი ვიდრე ეს და დაგეგმილი იყო, უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა ვიდრე დაგეგმილი იყო და უფრო ნაკლები ვარ. გავიხსენებთ, უმუშევრობა კვლავ წინა პლანზე რჩება და მთავარ პრობლემად რჩება. ეს კვლევებზე შევთანხმდით, რომ დობა ნაკლებად, მაგრამ მის მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა გამოწვევა არის, თუმცა ამავე დროს უმუშევრობა დღეს არის მინიმუმზე ჩამოსული რა ბოლო
10 წლეულების განმავლობაში 18% არის თუ არ ვცდები 17.9 იყო და 18% არის მაშინ როდესაც 2012 წელს 30% იყო უმუშევრობა. ასე რომ მინიმუმამდე არის დასული და იცით რომ მათ შორის სხვადასხვა პროგრამებით, მათ შორის სოციალური დასაქმების კუთხითაც ამ კუთხით სამუშაო ადგილები იქნება. მაგრამ მე რისი თქმა მინდა რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ერთი რომ აი ამ ყევების მიუხედავად ამას ხედავ ზუსტად მოსახლეობა რომ ის რაც ზედაპირზე არის თითქოს ქვეყანაში რაღაც პრობლემები არის და ეს მუდმივი ყოველდღიური მედია საქართველოს რომელიც არსებობს რეალურ საქართველოს პარალელურად ჩვენ ხედავთ რომ რეალურ საქართველოში სწორედაც რომ ეკონომიკურად წინ მივდივართ სწორედაც რომ რისკები შემცირებული არის და უსაფრთხოება გარანტირებული არის და ამავე დროს მნიშვნელოვანია ასევე ჩვენთვის რომ რადიკალურ დღის წესრიგი არ წავახალისოთ ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი და მიზეზი მათ შორის თუ გახსოვთ სულ ახალ ჩატარდა კონფერენცია თბილისში და იქ მე არ მივედი, მათ შორის ჩემი კოლეგების ქართული ოცნებიდან არ მივიდნენ ამ კონფერენციაზე, სწორედ იმიტომ, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც რადიკალურ დღის წესრიგით კვებავენ ამ საზოგადოებას, იქ იყვნენ წარმოდგენილი პოდიუმზე, ასე ვთქვათ, მომხსენებლებად, მიეცათ ტრიბუნა და ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია არის, რომ რადიკალურ ჯგუფებს ტრიბუნა არ უნდა მიეცეს, ვინაიდან ეს მათ ახალისებს თავის რადიკალებს და ჩვენ შედეგები ვნახეთ. ეს კონფერენცია 2 დღის დასრულებული იყო, როდესაც ერთის მხრივ ნახეთ ნაციონალურ მოძრაობიდან სანქციების სიების რაღაც ახალი ვერსიები, ნახეთ თქვათ იგივე გირჩის მხრიდან დაანონსება საბოტაჟის და ასე შემდეგ, ყველა ეს ტერმინები, რომელსაც ისინი იყენებენ, ნახეთ სტრატეგია აღმაშენებლების მხრიდან შინაარსი ნაკლებად, მაგრამ ნახეთ რომ რაღაც განსაკუთრებით ემოციურად არიან აღელვებულები და ყველა ლელო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ პირდაპირ რამდენიმე დღეში ვნახეთ შედეგი იმისა, თუ რას ნიშნავს რადიკალებისთვის ტრიბუნის მიცემა, ეს ნიშნავს მათ გამყარებას საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგში. ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველას, ვინც თავს თulis საქართველოს მეგობრად და როდესაც დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობ, მე მაშინაც ვთქვი, რომ აქ საკუთარი როლი წვლილი უნდა შეიტანონ ასევე უცხოელმა აქტორებმაც, ვინაიდან ისინი, ვინც აქტიურად ჩართული არიან ქართულ პოლიტიკაში, მათ ამავე დროს პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ საკუთარ თავზე, რომ არ წაახალისონ რადიკალები ამ ქვეყანაში, ვინაიდან რადიკალიზმის წახალისება ეს არის ამ ქვეყნის და ამ ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო. ბატონო ჭაო, ნახეთ არაერთი განცხადება, ნახეთ მათ შორის ადამ კიზინგერის განცხადება და მე მინდა სწორედ ამასთან დაკავშირებითაც მოვისმინო კიდევ ერთხელ თქვენი პოზიცია ამ დროისთვის ოპოზიციის ნაწილის ნარატივი არის ასეთი, რომ მსოფლიოში კვიდრდება ახალი წყობა და იმარჯვებს თავისუფალი სამყარო, თუმცა ამის მიუხედავად აი ამ მოცემულობაში საქართველოს დგას ესე ვთქვათ ყველაზე ბნელი ძალის რუსეთის გვერდით და არგუმენტად საკმაოდ ხშირად იშველიერებენ თუნდაც იგივე ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს აი ესეთი ერთ-ერთი არის ადამ კიზინგერი მან უკრაინაში ქართულ ლეგიონს მოუწოდა გაყარონ მთავრობიდან რუსული აქტორები რას ემსახურება, როგორ ფიქრობთ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელის აი ამგვარი დამოკიდებულება და განცხადება? ვერგებთ, რაც შეეხება საქართველოს სად დგას, საქართველოს დგას იქ სადაც იდგა 3000 წელი. საქართველოს დგას იქ სადაც დგას უკანასკნელი 1500 წელი, როდესაც მან ქრისტიანობა მიიღო როგორც სახელმწიფო რელიგია და ეს იყო სწორედ ევროპა და ეს იყო სწორედ ევროპულ გზაზე შედგომა. ასე რომ საქართველოს სადაც იდგას, სწორედ იქ დგას საქართველოს და იქ იდგება საქართველოს. რაც შეეხება ამ ასე ვთქვათ ესე დამოკიდებულებას თითქოს რაღაც ურჭოფული პოზიცია აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ახლა ვიზიტი ბრიუსელში, ჰქონდა ვიზიტი გერმანიაში და ნახეთ სად დგას საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლება დგას ბრიუსელში, დგას ბერლინში და სხვა დედაქალაქებში, სადაც არის ევროპა დასავლეთი და პროგრესი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის განცხადებები, თუნდაც იგი კიზინგერის განცხადებას თუ გავიხსენებთ, იყოს განპირობებული ინფორმაციის ნაკლებობით. რამდენად რეალისტურია? რა არის, იცით, საერთო ჯამში ვერ გეტყვით ახლა რა რითი არის განპირობებული და რა რამ წაახალისა, ძალიან ხედავთ ჩვენ რომ სამწუხაროდ ძალიან ასე ვთქვათ ინფორმაციის კონტექსტიდან ამოგლეჯერად მიწოდების ხელოვნების კუთხით ძალიან დახვეწილი არის დღესდღეობით როგორც ყველა ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი მედია ჯგუფიც და ახლა ესეც არ არის გამორიცხული. თუმცა კიდევ ერთხელ მთავარი ხომ აქ არის არა სიტყვა და რიტორიკა, მთავარი არის საქმე
და საქმით საქართველოს თუ შევხედავთ ბოლო 10 წლის განმავლობაში მის ხელისუფლებას, რომელიც დღესაც არის, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ყველაზე ახლოს არის ევროპასთან, მათ შორის ჩვენ ახლა ფაქტობრივად კანდიდატობის წინაშე ვდგევართ, რასაც ჩვენივე გუნდი არჩევნების დროს ვამბობდით, რომ განაცხადს გავაკეთებდით 24 წელს. ასე რომ ბევრი მხრივ მათ შორის ასოცირების შეთანხმება იქნებოდა, ვიზა ლიბერალიზაცია, ნატოსთან დაახლოება, საქართველოს ახლა იმდენად ახლოს არის, როგორც არასდროს. ასე რომ თავარი საბოლოო ჯამში არის საქმე, თავარი არის სიმართლე და ეს სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. კარგით, მე აუცილებლად უნდა გკითხოთ უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებაზე. აღარ გავყვები რამდენიმე თვის წინ თურატების განცხადებები კეთდებოდა მათი მხრიდან, თუმცა ქვეყანაში საკმაოდ აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე უკრაინელმა პოლიტიკოსმა ქართული გვარით გულისხმობ არახამიას გამართული რუსულით მიბართა საქართველოს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ დეოლიგარქიზაციის დაძლევაში დაპირდა დახმარებას. ომის მეშვიდე თვესაც კი ბატონო შალვა, როცა რუსული პოლიტიკა შესვენების გარეშე კლავს. როგორ ფიქრობთ, თქვათ, რატომ არ სრულდება უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან აი ამ ტიპის რიტორიკა და ამ ტიპის განცხადებები საქართველოს მისამართით? მე გეტყვით, არის ხედავთ ახლა ყოველ შემთხვევაში თქვენ სახსენეთ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელიც გვახსოვს მანამდე თავისუფლება მიშას მაისურით როგორ გამოდიოდა. ზოგადად მე ადამიანებს, რომელიც თავისუფლება მიშას მაისურით გამოდიან, არ მივიჩნევ საქართველოს მეგობრებად ამ კუთხით და აქედან გამომდინარე გასაგებია უკვე ამის უკან რა მოტივაციები არის შესაბამისად ის მაინტერესებს არახამიას, არესტოვიშის, დანილოვის ან განცხადებებს რამდენად აღიქვამთ თქვენ ქართული მხარე ოფიციალური კიევის პოზიციად? მე ამის წინათ თქვი და გავიმეორებ, რომ განმარტებები თუ იქნებაო ან ასე თქვათ რაღაც ასე თქვათ ბრალდებებთან დაკავშირებით, თქვი რომ არანაირ განმარტებას ჩვენ არ ვაპირებთ. ვაპირებთ რომ უსურვოთ უკრაინას გამარჯვება და ჩვენ გვერდში უდგევართ ყველანაირად უკრაინას და უდგევართ იმაზე მეტად ვიდრე საქართველოს და ჩვენნაირ პირობებში მყოფ ქვეყანას შეუძლია, მაგრამ ეს ომი დასრულდება და მოვა მომენტი, როდესაც ბევრი დაფიქრდება შეძლებს თუ არა თვალებში ჩახედოს ქართულ ხალხს სწორედ იმ გამონათქვამების პოზიციების გამო რომელიც ზოგიერთს ჰქონდა. რაც შეეხება ქვეყნებს შორის და თქვა ურთიერთობას, მე საპარლამენტო ურთიერთობაზე მოგახსენებთ. სწორედ ეს მაინტერესებს, აქვე კასიანოვის განცხადება მინდა თუნდაც იგივე ჩვენი მაყურებლისთვის რომ იყოს ცნობილი, უკრაინის საქმეთა დროებით მარწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა გიორგი გუმრაძესთან იყო მოსული სტუმრა და ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არ იყო ოფიციალური კიევის პოზიცია. თუ გაქვთ სტეფანჩუკთან ურთიერთობა, ჩვენ გვახსოვს ვიზიტი, გვახსოვს თურატების შეხვედრები, რატების დიალოგი გაიმართა თქვენ შორის. დღეს რა მოცემულობა, ვისთან გაქვთ ურთიერთობა უკრაინული ხელისუფლებიდან? დიახ, ჩემ კოლეგასთან უკრაინის რადის თავმჯდომარესთან მაქვს რა თქმა უნდა იმ ვიზიტის შემდეგ, მანამდე პირადად ერთმანეთს არ ვიცნობდით, ძალიან იქვე თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლა გვაქვს კონტაქტი, კომუნიკაცია, მათ შორის მან მიმიწვია ოქტომბერში ყირიმის პლატფორმაზე, რომელიც გაიმართება ხორვატიაში 25 ოქტომბერს და მათ შორის მეგობრობის ჯგუფები, რომელიც არის უკრაინის რადაში და საქართველოს პარლამენტში, აქვთ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და გაცვლა ერთმანეთთან, ძალიან თბილი და ისეთი მეგობრული ურთიერთობა, რომელიც უნდა კონდეს უკრაინას და საქართველოს ერთმანეთთან. ამიტომ ამ ცალკეულ დევიაციებს, ასე ვთქვათ, ხედავთ ჩვენ, რომ არის ახლა რაღაც გარკვეული მიზეზები ამის უკან. მთავარი არის ის, რომ საქართველოს უკრაინას გვერდში უდგას იმაზე მეტად ვიდრე ჩვენნაირ სიტუაციაში მყოფ ქვეყანას შეიძლება გაეკეთებინა და საქმე არის იმაში, რომ რაც შეეხება რეალურად იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უკრაინაში დაინტერესებული არიან საქართველოს და უკრაინის შორის თბილი ურთიერთობით, ეს თბილი ურთიერთობები ნამდვილად არსებობს. კი ბატონო, იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც იგივე რამდენიმე თვის წინ ბატონო შალვა ჩვენ გვახსოვს საკმაოდ ხისტი განცხადებები, თუნდაც იგივე თქვენი მხრიდან გულისხმობ მართლ გუნდს, შეიძლება დღეს მეტი სიცხადისთვის ბოლო შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის განცხადებები ცალკეული უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას ვერ ახდენს. დიახ, იმიტომ რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში დაწმუნდა, რომ ეს ცალკეული ადამიანების განცხადება იყო და სამწუხაროდ დღემდე რჩება ნაწილად რაღაც პარალელური პოლიტიკური
დღის წესრიგისა, რომელიც არის მიღმა, ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკისა, რომელიც ღია და გახსნილი არის და ცხადი არის, რაც უნდა იყოს. ჩვენი რეაქციებიც მაშინ იყო აუცილებელი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ეს არ იყო სახუმარო განცხადებები, ხომ, ზოგიერთის მხრიდან, პირდაპირ მოწოდებები, ანუ ერთი იყო პირდაპირ მოწოდებები, მათ შორის ჩართვაზე იყო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პირდაპირ განცხადებები, რაც არის უხეში ჩარევა, რა თქმა უნდა, შიდა პოლიტიკაში და იმ ემოციურ ფონზე, რომელიც არსებობდა მაშინ, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენმა განცხადებებმა, ჩვენმა განმარტებებაზე, ჩვენმა ცხადმა და პირდაპირმა პოზიციამ ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის საზოგადოება დაარწმუნა, რომ დღეს ვხედავთ, რომ უკვე ესეთი განცხადებები ყურადღებაც აღარ ექცევა საბოლოო ჯამში. ეს არის, ამას გულისხმობ მე, რომ მოვა მომენტი, როდესაც შემდეგ ეს ამ პოლიტიკოსებს აღარ ექნებათ ამ პოლიტიკოსები დაფიქრდებიან შეძლებენ თუ არა თვალებში ჩახედონ ქართულ ხალხს სწორედ იმ პოზიციის გამო, რომელიც მათ ჰქონდათ. გასაგებია. ბატონო შავა, ქართული ოცნებიდან წასული 4-ეული ომის რიტორიკაში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას დებს ბრალს და საქართველოს პრემიერმა გადაჭრით განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკისა და პოლემიკის შემდგომი გამბრძობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, თუმცა 2 დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ასეთი რამ განაცხადა, რომ ამერიკას საქართველოში ომი არ სურს, კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, კიდევ ერთხელ თქვა ამის შესახებ და პრემიერის განცხადების მიუხედავად მან ასე რამ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ ქართული ოცნება და მართველი გუნდი უпроსწორად კიდევ უფრო მეტად გაემიჯნებოდა აი ამ 4 ხელს. რა შეიძლება გაკეთდეს თქვენი მხრიდან, ან რა არ აღმოჩნდა საკმარისი? ვერ გეტყვით ხა, ცნობილია ხა რაც არის პოზიცია. კოლეგები, რომლებიც გავიდნენ პარტიიდან, გავიდნენ ფრაქციიდან, ისინი საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ, საკუთარ დამოკიდებულებას, შეფასებას და ისინი საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედებენ. ახლა აქ რა სხვა რა შეიძლება კიდე ახლა დამატებით გაკეთდეს თუ ანუ როგორ ფიქრობთ, ანუ რა შეიძლება იყოს აი ამ ტიპის აღქმის საფუძველი, მით უფრო რომ პოლიტიკოსების ნაწილიც ფიქრობს, რომ ისინი ახმოვანებენ ქართული ოცნების რადიკალურ პოზიციას. ეს 4-ეული ახმოვანებს ოცნების კიდევ ერთხელ საერთოდ ჯამში ყველაფრის გასაღები არის ღიაობა, სიმართლე, გამჭვირვალობა, ყველაფერზე, როდესაც არის ცხადი პასუხები, შემდეგ საზოგადოებაც ამ ყველაფერს ადეკვატურად იღებს და ამიტომ ყველაფრის პასუხი მით უმეტეს თუ არის იმისი, ასე ვთქვათ, თუ კი ვინმე ხედავს იმის შიშს, რომ შეიძლება ასეთ განცხადებებმა თუ რაღაც შეფასებებმა რაღაც საზოგადოებაში გააღვივოს რაღაც სხვადასხვა სენტიმენტები, ამის ერთ-ერთი პასუხი არის გამჭვირვალობა, ღიაობა და როგორც კი ამას დაუპირისპირებს და ამ პოზიციიდან იქნება ეს ელჩი თუ პოლიტიკოსი სხვა თუ ასე შემდეგ და ჩვენი დამოკიდებულება ყოველთვის ეს არის, რომ ვიყოთ ღია, კონდეს ცხადი პასუხები ყველაფერზე და ამ შემთხვევაში საზოგადოება სწორედ ამიტომ გვიჯერებს და ესმის ჩვენი. ამიტომ საერთოდ ჯამში ყველაფრის პასუხი და გასაღები არის სიცხადეში, განცხადებების, პასუხების, ღიაობაში ზოგადად და ხედავთ, რომ ამაზე საზოგადოება ძალიან ადეკვატურად რეაგირებს. საზოგადოება გიჯერებთ ბატონო შავა, თუმცა ვერ ვეტყოთ იგივეს ოპოზიციაზე. ფაქტია, რომ თქვენსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერა და ვერ ხდება. და მინდა სახალხო დამცველის ოპოზიცია თუ ჩვენ არ გვიჯერებს, საზოგადოებას არ უჯერებს, ეს არის პრობლემა. ჩვენ უნდა გვიჯერებენ, მაგრამ საზოგადოებას არ უჯერებს. თქვენ არც უნდა დაგიჯეროთ, ცხადია, ოპოზიციამ. პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ხდება ასევე სახალხო დამცველის არჩევის წესი, კანდიდატების განცხადების მიღება უკვე ვიცით, რომ არის დაწყებული. პროცესი არის საკმაოდ ბევრეტაპიანი და მომავალ ომბუდსმენს თანამდებობის დასაკავებლად ჭირდება 90 დეპუტატის ხმა. ეს ინფორმაციისთვის, ინფორმაციულად რომ ვთქვათ, მაყურებლისთვის. თქვენ პირადად რამდენად კმაყოფილი ხართ აი ამ პროცესით? საერთოდ ჯამში რაც შეეხება პროცესს, ჩვენ რაც იყო, ასე ვთქვათ, შეთავაზება, საბოლოო ჯამში ყველა ნახეთ, რომ ამას რაიმე ხინჯიც კი ვერ მოუძებნა ვერამ საბოლოო ჯამში. მათ შორის მხარი დაუჭირეს, ცვლილებას არ დაუჭირეს, კიდევ ერთხელ კამერების მიღმა, ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ეს წესი არის გამჭვირვალე, იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს ნებისმიერ მსურველი, ვისაც აქვს სურვილი, რომ თავის კანდიდატურა დააყენოს და შესაბამისად იძლევა შესაძლებლობას, რომ ამავე დროს არის გარკვეული გზა იმისთვის, რომ კვალიფიციური უმრავლესობა შედგეს. ეს საერთოდ ჯამში გამოწვეულია კვალიფიციური უმრავლესობის საჭიროებით, მე ზოგადად არ პოზიტიური დამოკიდებულება ამ კვალიფიციური უმრავლესობის მიმართ. თლიანად ევროკავშირში და ამაზე პარლამენტში იყო სპეციალურად კვლევაც ჩატარდა თავის დროზე.
მთლიანად ევროკავშირში სულ არის 3 შემთხვევა სამ ქვეყანაში თითო შემთხვევა, როდესაც პარლამენტი კვალიფიციური უმრავლესობით ირჩევს რომელიღაც თანამდებობის პირს. მეტი არსად არ არის. ასეულობით სხვადასხვა თანამდებობის პირს ირჩევს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა ჯამში და სულ არის 3 თუმცა ამბობთ, შემთხვევა. რომ აი ამ ტიპის კვალიფიციური უმრავლესობა ერთგვარ ბერკეტად იქცა და ინსტრუმენტად იქცა ოპოზიციის ხელში, ამ შემთხვევაში საქართველოში, რომ დაგითანხმოთ უმრავლესობა. არა მხოლოდ საქართველოში, სხვაგან იმიტომაც არ არის, რომ ეხლა ისინიც მოიფიქრებდნენ კონსენსუსისთვის თუ არის ეს კარგი, ხო? იმიტომაც არ არის, რომ სინამდვილეში ეს არის არა კონსენსუსის მიღწევის ინსტრუმენტი, სადაც ერთი იდეალურ კანდიდატზე თანხმდება ბევრი, არამედ სინამდვილეში ეს არის ინსტრუმენტი უმცირესობის ხელში, რომ დაიყოლიოს უმრავლესობა. ანუ ისეთი კანდიდატი გაიყვანოს, რომელიც არის უმცირესობისთვის მისაღები და უმრავლესობის შეიძლება არ იყოს მისაღები. და ჩვენ ხედავთ შესაძლებელია რომ გარკვეულ დათმობებზე მოგიწიოთ წასვლა. ჩვენ ახლა ის მოდელი, რომელიც შევთავაზეთ, არის რომ მინიმუმ უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი თორემ ჩვენ რასაც ვხედავთ, ახლა აქამდეც რაც იყო წინა ომბუდსმენის არჩევის შემთხვევაშიც, ეს იყო აბსოლუტურად დახურული პროცესი. დღეს ვცდილობენ თქვა, რომ იცით, პარალელური პროცესი წარმოიწყეს მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმდნენ კანდიდატზე. ეს არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე დახურული პროცესი. ანუ რაღაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რა ნიშნით არავინ არ იცის, ისინი ვინც ერთმანეთთან მეგობრობენ, შეიკრიბნენ, ხედავთ რაღაც ერთმანეთთან საუბარს, ხედან საუბრობენ და ვიღაცებზე ფიქრობენ. არავის არ აქვს საშუალება რომ საკუთარი ინიციატივით თქვა შეიტანოს განაცხადება იქ ჩემი კანდიდატურა განიხილეს და დახურული არაგამჭვირვალე და არა ასე ვთქვათ მოცულობითი პროცესი იმ კუთხით რომ ყველა საშუალება ჩაერთოს ამაში. ამის საპირისპიროდ რაც პარლამენტში ახლა დაიწყო არის რომ ყველა მსურველს 29 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია მომართოს პარლამენტს რომ და გამოთქვა სურვილი რომ იყოს განხილული კანდიდატი. ამის შემდეგ 9 კაციანი ჯგუფი რომელშიც იქნება სამოქალაქო სექტორის აკადემია. ამაზეც ახლა გვექნება ალბათ რომ მომავალ კვირას ალბათ დავიწყებთ კონსულტაცია. ესეც ოპოზიციასთან კონსულტაცია და გარწმუნებთ რომ შევთანხმდებით არ იქნება პრობლემა ვინაიდან ჩვენც და მე მათაც უთხარი მათი პოზიციაც არის პრინციპში ერთნაირად უყურეთ რისკებს. თანხმდებით იმაზე რომ აქ არ უნდა იყოს ადამიანები რომლებიც რომელიმე ჩვენგანისგან განიხილება ან ჩვენ მათ აღვიქვამთ როგორც თქვათ აქტივის პოლიტიკურ აქტივის შესაბამისად გვინდა რომ ეს იყოს ადამიანები რომლებსაც აქვთ რეპუტაცია შესაბამის წრეებში და მათ შორის უნარი რომ შეაფასონ სხვები. ეს 9 კაციანი ჯგუფი საკუთარ შეფასებებს დადებს ისე რომ არავის არ დაბლოკავს არანაირი რეიტინგი არ შედგება და შემდეგ ამ აქედან შესაბამისი სუბიექტები პარლამენტში, იცით რომ ქართული ოცნება ამ დასახელებაში მონაწილეობას არ მიიღებს, ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფები, ოპოზიციური ან 7 კაციანი ჯგუფები დაასახელებენ მინიმუმ 7 კანდიდატს, სადაც მე უკვე ჩაერთვება უმრავლესობა და ამ 7 კანდიდატიდან ერთ-ერთზე თავის უბრალოდ მინიმუმ 7 თორე შეიძლება 7-ზე მეტიც იყოს 10 იყოს 7 კანდიდატი. აქედან გააკეთებს არჩევა. ნახოთ ეს პრინციპში ეს გამოსავალიც ასე ვთქვათ შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ აქაც მიგვიყვანა იმან რომ სამწუხაროდ ეს კვალიფიციური უმრავლესობა რომელიც ასე შემოტანილი იქნა ქართულ სამართლის სისტემაში, არა თუ მე არ მომწონს, არავის არ მოსწონს, 3 შემთხვევა არის თუნდაც ევროპაში და ეს ჩვენ თანხმობ ნახეთ, CESCO-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევას. მე ხარვით მესამე წრეზე მივდივართ, უბრალოდ არასერიოზული ხდება საერთო ჯამში ეს ყველაფერი და საერთო ჯამში ეს ვნებს ინსტიტუტსაც, პარლამენტსაც ვნებს ეს და მათ შორის პოლარიზაციის კუთხითაც არის რთული, ვინაიდან ყოველ ჯერზე ეს ხდება ერთ-ერთი მიზეზი პოლარიზაციის გაღრმავების და რადიკალიზაციის. ამიტომ ეს არა მხოლოდ ჩემი დამოკიდებულება, ეს არის ზოგადად ქვეყნების ისტორიული გამოცდილების დამოკიდებულება. კი ბატონო, ბატონშალვა, სახალხო დამცველი არის მაღალი კონსტიტუციური სტატუსი და ცხადია ამავდროულად არის პასუხისმგებლობა, ხო? და არ უნდა იყოს ამაზე არაერთხელ გისაუბრიათ, ის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, ვთქვათ, დამცველი ან პოლიტიკური აქტივისტი, არ უნდა იყოს აქტიურად ჩართული პოლიტიკაში და არ უნდა იყოს ცხადად გამიჩნული კონკრეტულად თუ ასეთი გულმხურვალი მხარდამჭერი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისა. თქვენ ამბობთ, რომ კანდიდატი უნდა იყოს თანაბრად მისაღები ყველასთვის. როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? რამდენად გაქვთ რეალისტურად იმის მოლოდინი, რომ მართლაც შესაძლებელია ოპოზიციამ ამ ტიპის კანდიდატები შემოგთავაზოთ? მე იმედი მაქვს, რომ უბრალოდ თავარი არის ახლა რომ ოპოზიციაში პასუხისმგებლად მივიდნენ ამ საკითხს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ამის იმედი გაქვთ. კვალიფიციური უმრავლესობა დაუბრუნეთ. პრობლემა იმაში არის, რომ
ოპოზიციაში თუ კი ის რადიკალური არის, მას აწყობს რადიკალურ ფრთას ზოგადად, რომ ჩააგდოს ეს პროცესი, ვინაიდან იმისთვის პრობლემა შეუქმნას ინსტიტუტებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმიტომ რომ ამით დააზიანოს ხელისუფლება, იმიტომ რომ თავად მოვიდეს ხელისუფლებაში. ანუ მარტივი ინსტრუმენტი არის ეს ოპოზიციისთვის, თუ კი მას არ გზნობს ის პასუხისმგებლობას. თუ კი პასუხისმგებლობას გზნობს, ფიქრობ რომ აქ შეიძლება თანხმობის მიღწევა იმ კუთხით, რომ მათ შორის მე ოპოზიციასთანაც გქონდა ამაზე საუბარი, რომ ვაცნობიერებთ ყველა, მათ შორის ხელისუფლებაც აცნობიერებს, რა თქმა უნდა, რომ სახალხო დამცველის თავად ინსტიტუტი პოზიცია ისეთი არის, რომ ჩვენ აქ არავინ არ ფიქრობს, რომ ეს იქნება ადამიანი, რომელიც იქნება ლოიალური რაღაც მართლმადიდის ძალის მიმართ. ეს თავად თუ კი გადავხედოთ ჩვენ ისტორიას, ასე ვთქვათ, სახალხო დამცველებისა, ეს თავად ისეთი პოზიცია, რომ უნდა თუ არ უნდა ადამიანი თავისთავად იქნება კრიტიკული, იმიტომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ადამიანს წესით შეხება აქვს მოქალაქეებთან, რომლებსაც პრობლემები აქვს, რაღაცა გაჭირვება აქვს და მე ხარ ვიცი გულქვა უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს არ მიიტანოს გულთან ახლოს და შესაბამისად კრიტიკული არ იყოს რაღაც საკითხების მიმართ. ერთადერთი რასაც ჩვენ ვამბობთ, დაუშვებელია რომ ომბუდსმენი იდგას ბარიკადებზე. აი ეს არის მთავარი. ომბუდსმენი არ უნდა საუბრობდეს ბარიკადიდან, არამედ ეს უნდა იყოს ინსტიტუტი, მათ შორის სწორედ იმიტომ რომ ეს არის მაღალი კონსტიტუციისგან გამომდინარე ორგანო და მაღალი პასუხისმგებლობით და მათ შორის უფლებამოსილებით, აი ამ პასუხისმგებლობით სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე უნდა მოქმედებდეს სახალხო დამცველი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში ხა ოპოზიციის ნაწილში მაინც ამის გააზრება არის, რომ რა თქმა უნდა ერთის მხრივ არც მართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ იყოს სახალხო დამცველად ისეთი ადამიანი არჩეული, ვინც პირდაპირ ბარიკადებზე შედგება. ხომ ეს პოლიტიკური აქტივისტები ჩვენ ნამდვილად არ დაუშვებთ მსგავს შემთხვევებს. თავისთავად, იმიტომ რომ ეს არის ცუდი საბოლოო ჯამში თავად ინსტიტუტისთვის, მათ შორის ინსტიტუტის მიმართ ნდობისთვის არის ცუდი, როდესაც ადამიანი აღიქვება პოლიტიკურ აქტივისტად, ვინაიდან სადაც არის პოლიტიკური აქტივიზმი, იქ უკვე მოსახლეობაში არის სიმპათია ან ანტიპათია და შესაბამისად თავად ომბუდსმენი სახალხო დამცველი, რომლის მიმართაც ყველას პრინციპში ხომ რატომ უნდა ქონდეს მოსახლეობას, მოქალაქეებს სხვადასხვა დამოკიდებულება. ყველა უნდა ქონდეს სიმპათიის მიმართ, იმიტომ რომ პრინციპში ის უნდა იყოს ყველასთვის, ასე ვთქვათ, მისაღები ხომ მეტნაკლებად და ამიტომ თავად ვნებს ამ ინსტიტუტს, მის პრესტიჟს და მის მიმართ დობას. ბატონ შალვა, ორშაბათს საპროცედურო კომიტეტი წარადგენს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე ახალცვლილებებს. თქვენ ცხადია, რომ ინფორმაცია გაქვთ, თუნდაც იმის შესახებ, თუ რადების მონახაზი არის ამ მიმართულებით, შეგიძლიათ გითხრათ, როგორ აპირებთ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას. ზოგადად გეტყვით, რომ მათ შორის რაც შეეხება 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენ ორშაბათის მდგომარეობით, ანუ 19 თებერვლის მდგომარეობით უკვე 3 საკითხზე გვექნება კანონპროექტები დაინიცირებული. იცით, რომ არის ერთი უკვე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებასთან დაკავშირებით უკვე აგვისტოში დაინიცირდა და ორშაბათს უკვე დიდი ალბათობით, როგორც საპარლამენტო კონტროლზე, ისე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დაინიცირდება პროექტები. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ მათ შორის ვადაზე ადრეც მოხდება ეს, ვინაიდან 21 სექტემბერი იყო ვადად გათვალისწინებული. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, აქ იმ სამუშაო ჯგუფმა ფაქტობრივად სრული თანხმობით დაასრულა მუშაობა და მოხდება ინიცირება შესაბამისი ცვლილების და საუბარია ძირითადი საკითხი რაც იდგა და სწორედ ამას უპასუხებს ეს ცვლილებაც იყო ერთ-ერთი საკითხი იყო ინტერაქციის გაზრდა პარლამენტსა და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს შორის, თქვა მთავრობა იქნება თუ სხვა, რომ უფრო ხშირი ინტერაქცია იყოს. მართალია, აქვე მინდა ვთქვა და ამის წინ ბიუროს ხდომაზე ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 75 პლენარული სხდომის დღე წლის განმავლობაში და პარლამენტი ამავე დროს პლენარულ სხდომაზე ისმენს დაახლოებით 60 ანგარიშს. ან ჩვენ რომ დავფიქრდეთ ფაქტობრივად თითქმის ყოველ დღე ან ყოველ მეორე დღეს გვაქვს ანგარიშის მოსმენა, რითაც ისედაც პარლამენტი ამ კუთხით თავის მაკონტროლებელ ფუნქციას კარგად ასრულებს. თუმცა კიდევ ერთხელ ამ ინტერაქციის გაზრდა უფრო ხშირი მოსვლა, თქვათ მთავრობის წარმომადგენლების. დიახ, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი და მე დარწმუნებული ვარ ჯგუფის წევრებიც, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყვნენ, ამ მხრივ კმაყოფილები იქნებიან ამ ინიციატივით.
კი ბატონო, ამ კვირაში ასევე დავისაგან იყო საარჩევნო ცვლილებებიც და აი ამასთან დაკავშირებითაც მინდა რომ მოვასწროთ თქვენი პასუხის მოსმენა. თქვენი შეთავაზება 70% იყო აღჭურვილი ელექტრონული სისტემით საარჩევნო უბნები, ოპოზიციაში ამასთან დაკავშირებით გაიყო ერთგვარად პოზიციები. მაგალითად, იგივე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ 30% არის სწორედ გაყალბების შესაძლებლობა. შეგიძლიათ მათი საწინააღმდეგო თქვათ არგუმენტები წარადგინოთ და განმარტოთ თქვათ რას გამორიცხავს ეს სისტემა ასეთ შემთხვევაში 2024 წლის არჩევნებისთვის და ასევე რატო მაინც 70% და არა 100 ისიც რომ აღხსნათ. რაც შეეხება ამ ინიციატივას ელექტრონულ რეგისტრატორებს და ელექტრონულ თვლელებს უბანზე არჩევნების დღეს. ეს იმდენად ფაქტობრივად რევოლუციური ინიციატივა იყო, რომ ოპოზიციაც კი დაიბნა ამის კომენტარებში და კერძო ჩვენ მოვისმინეთ ერთი ხაზი კომენტარების იყო რომ ან შეფასების იყო რომ რა მნიშვნელობა აქვს ამას ის პრობლემა კი არ არის უბანზე პრობლემა რაღაც სხვაგან არის რესურსი და ასე შემდეგ ანუ აღმოჩნდა რომ ვისაც აქამდე საუბრობდნენ კარუსელი ჩაყრა თურმე არ ყოფილა პრობლემა თავადვე აღიარეს ვინაიდან ელექტრონული თვლელი თუ კი რამეს სპეკულაციას აცლის ყოველგვარ საფუძვეს სწორედ ეს სპეკულაციები არის და მეორე ამ რაღაც 70%-თან დაკავშირებით რაც არის აი როგორი აბსოლუტური ხედავენ 70%. აქ აი ყველა ვინც კითხვა რომ აი ეს 30% ყველა აბსოლუტურად არაკეთილ სიდისიათ აკეთებს ამ კომენტარს. ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცის რა წერს. ეს ხო არ არის ახალი საკითხი. ჩვენ იცით რომ პილოტირება უკვე მოხდა, როდესაც წინა საარჩევნო რეფორმა იყო, მაშინაც ჰქონდა ამაზე მსჯელობა, ამის ტექნიკური საკითხებიც ყველა ვინც დაინტერესებულია ამაში გარკვეულია შესაბამისად ეს კომენტარი ან არის უცოდინრობით, ან არის არაკეთილ სინდისიებით გაკეთებული. კერძოდ, რაც შეეხება მთვრელებს და აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჯერ ერთი მინიმუმ 70% და გამოჩნდება რამდენიც იქნება საბოლოო ჯამში, მაგრამ დათვლა არის რა კუთხით, რომ არის პატარა უბნები, ზოგი უბანი არის 50 სამომრჩევლიანი, 100 სამომრჩევლიანი, სადაც უბანზე ამდენი ადამიანი და კიდე რამდენი მიდის, კიდე სხვა საკითხია. სადაც ანუ აზრიც კი არა აქვს, რომ ასე ვთქვათ, ვინაიდან ტექნიკით აღჭურვა ნიშნავს მათ შორის რომ უნდა იყოს შესაბამისი სერვისი, თუ კი რამე მოხდა ჯგუფი, ინფრასტრუქტურა, არის ვთქვათ დასახლებული პუნქტები, სადაც შეიძლება ეს იყოს პრობლემატური, მაგრამ ჩვენ ითქვამ კაფიოთ, ყველა ქალაქში დედაქალაქში და ასევე ყველა ქალაქში. ყველა სოფელში, რომელიც არის მეტნაკლებად მსხვილი, სოფელ ყველგან იქნება და დაიფარება ამომრჩევლების მინიმუმ 70%. რაც შეეხება თუ კი მაინც და მაინც აქ აქვს პრობლემა, რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, საარჩევნო ჯგუფში იყო ეს განხილული და ინიციატივის ნაწილიც იქნება, დანარჩენ ნაწილში იქნება სკანერები, რომლებიც ასევე ბიულეტენები, ყველა ბიულეტენი დასკანერდება. შესაბამისად ჩვენ რეალურად გვექნება 100%-იანი გაციფრულებული არჩევნები, რაც ნიშნავს, რომ 100%-ში ყველა პარტიას შეიძლება, რომ ის ბიულეტენები, რაც არის, ეს თვლელის ავტომატურად ასკანერებს და შემდეგ ფაილად არის ეს ყველა ბიულეტენი, სკანერიც ხომ ასკანერებს, ანუ 100% ბიულეტენების იქნება დასკანერებული და შემდეგ შეუძლია ყველას თუ უნდა 10-ჯერ გადათვალონ, თუ უნდა 30-ჯერ გადათვალონ, ყველაფერი იქნება გაციფრულებული. ასე რომ ეს ჩვენ მქონდა წინა არჩევნებზე მქონდა რადიკალური ცვლილება გადათვლასთან დაკავშირებით, ავტომატური გადათვლა, მინიმუმ 10%, რომელიც რეალობაში 22% იყო, რამაც გამოაცალა საფუძველი ყოველგვარ სპეკულაციას, რომ თითქოს იქ ჩაყრა, დათვლის დროს მიწერა, რაღაც ასე შემდეგ, ყველაფერი გადაითვალა 22% უბნებისა და ამან გამოაცალა და ეს ინიციატივა კიდევ უფრო შორს მიდის და ამ ელექტრონულ თვალს სწორედ ეს აქვს, რომ ყველანაირი საფუძველი, ჩვენ ვნახეთ ბათუმის შუალედურ არჩევნები, ერთი საჩივარიც კი არ დაიწერა, ვინაიდან ანუ ვერაფერს ვეღარ ამბობ, ხა იქ თუ ამბობ დათვლის დროს, როდესაც ეს ხელით ხდებოდა, რომ თუ კი ხა ზოგი რა სიტყვა და ზოგი რა სიტყვა დაბრალება მიდიოდა, რომ იმან რაღაცა, რა ვიცი, შემოაგდო თუ რაღაც არასწორად მიაწერა. მე ხა არ ვიცი, მე ხა ტექნიკას რა უნდა დააბრალონ, ესაუბრონ ტექნიკას. კარგი, ბატონო შალვა, მინდა რომ კიდევ ერთი საკითხი მოვასწრო და ეს არის რეკომენდაცია, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება და ოპოზიციამ თქვა, რომ ალტერნატიულ წინადადებას ამ საკითხზე არ მოამზადებენ, მათ ასევე განაცხადეს, რომ ამ ტიპის რეკომენდაცია მიიღეს მათ არასამთავრობო სექტორიდან. ყველაზე მეტი კრიტიკა, თუმცა მანამდეც აი ამ საკითხთან მიმართებაში ისმოდა და არაერთი ძალიან ძიმე განცხადებებიც კი გვახსოვს აი ამ მიმართულებით. როგორ ახსნით მათ ამ გადაწყვეტილებას? მე მგონი იმით რომ ხვდებიან რომ საბოლოო ჯამში თუ კი სადმე შეიძლება მოვიძიოთ ოლიგარქები, სწორედ მადრიგებში შეიძლება მოვიძიოთ ოლიგარქები. ვინაიდან თავიდან მართალია იფორიით შეხვდნენ ამ ასე ვთქვათ რეკომენდაციას,
მაგრამ როგორც კი გაერკვნენ რას ნიშნავს ეს რეალობაში, როგორც კი გაერკვნენ უკრაინაში, რომელიც არის ამ კუთხით ერთადერთი პრაქტიკა, ასე ვთქვათ, რაც არსებობს დღესდღეობით არის უკრაინული კანონი, როგორც კი ჩახედეს უკრაინულ კანონს, მიხვდნენ რომ საბოლოო ჯამში თუ კი ისინი სამართლიანად მიუდგებიან ამ საკითხს, ხო? თუ კი ხა ყავთ მიზანში ამოყვანილი ერთი ადამიანი, ხა ერთი ადამიანის კანონები არ მიიღება არც ერთ ქვეყანაში, ხო? მაგრამ თუ კი ისინი სამართლიანად მიუდგებიან და კრიტერიუმებზე რო უყართ ხოლმე ყველგან საუბარი კრიტერიუმი, აი კრიტერიუმებს აიღებენ, რამეს მაინც აიღებენ, მიხვდნენ რომ რაც არ უნდა კრიტერიუმი აიღონ, ყველანაირად საბოლოო ჯამში გამოდის ისე. თუმცა თქვენ უკრაინულ მოდელს იღებთ ცვლილების საფუძვლად. დიახ, ეს უკრაინული მოდელი იყო, ჩვენ საერთოდ ჯამში ახლა პროცესი იყო ის, რომ ნახეთ რომ იყო ეს ჩაწერილი, ჩვენ ეს რეკომენდაციაც არ მიგვაჩნია რომ ახლა რაიმენაირად იყო საჭირო საქართველოსთან მიმართებაში, არ ვთვლით რომ მაინც და მაინც ეს საჭირო იყო ამ რეკომენდაციაში ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან იყო ნახეთ რომ ერთ-ერთი გამოცდილება, მათ შორის უკრაინასაც იცით რომ პირობით აქვს მიცემული კანდიდატობა, მას შესული კანდიდატობა არ აქვს. ერთ-ერთი რეკომენდაცია არის იმ კანონის ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, დანერგვა. ანუ მოწონებული აქვს მათ შორის ეს კანონი. ამიტომ ჩავხედეთ ის კანონი, რაც იყო, მათ შორის სამუშაო ჯგუფში. არის ეს ის, რასაც ევროკომისია ითხოვს ჩვენგან. ნუ ყოველ შემთხვევაში არის, ანუ ლოგიკა არის შემდეგში, რომ ჩვენ ნახეთ, რომ არის უკრაინასთანაც, მოლდოვასთანაც, ჩვენთანაც ეს პუნქტები, უკრაინასთან პირდაპირ მითითებაა, რომ აი ამ კანონის დანერგვა შესაბამისად ჩვენც ვიგულისხმეთ, რომ შეიძლება ეს იყოს გამოსავალი, მაგრამ არ ვიცი, ნახოთ, აი ოპოზიციის პოზიცია, ნახეთ, რომ უკვე დაიხიეს უკან და ხვდებიან რომ იმიტომ როგორც ჩანს მათ გაიზიარეს იმ სამთავრობო ორგანიზაციებს რომელსაც შეხვდნენ ჩვენ მათი პოზიცია ვიცით რომ აქ საერთოდ არც გაკეთება არ არის საჭირო სხვა რაღაცები თუ გაკეთდება ეს თავის მხრივ გაკეთდება ეს პუნქტიც არ ვიცი ხა ამაში არც გულისხმობ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეც ითქვა და ნახოთ ჩვენ გახსნილი ვართ ამ დისკუსიისთვის ნახეთ ვიცით ჩვენ უკრაინული გამოცდილება თავადაც დაწუნდა რომ თუ კი ის საუკეთესო გამოცდილება თუ რაც არის ყოველ შემთხვევაში მოწონებული ამ გამოცდილებას გადმოვიტან თავადაც ხვდებიან რომ მათი დამფინანსებლები პირდაპირაც აღიარებენ ხო რომ მათი დამფინანსებლები არიან კლასიკური ოლიგარქი სწორედ აი უკრაინული ჩვენ ვიცით ვიზეთ საუბრობენ ვარიან ოლიგარქები თუ ავიღებთ ზოგიერთ ადამიანს რომელიც აქეთ არის ნახავთ რომ შინაარსობრივადაც გვანონ ერთმანეთს ადამიანები რომელსაც აქვს ტელევიზია რომლებიც არიან პოლიტიკაში რომელსაც აქვს დიდი ფული ну არ ვიცი ხა ეს არის ყველაზე მარტივი კრიტერიუმი პრინციპში და თავადაც მიხვდა რომ ეს არის პრობლემა ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ ჩვენთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოიწურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო აქტუალური შაბათის სტუმარი კიდევ ერთხელ მადლობთ ბატონო შალვა და აქტუალური შაბათის დასრულებისთანავე ჩვენს არხზე თქვენ ლევან კოღუაშვილის ფილმი